მოგესალმებით საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ გადაცემას ყურადღების ცენტრში, რომელსაც მე ჟურნალისტი ლელა ლობჟანიძე და ჩემი კოლეგა ლადო ბიჭაშვილი წარუწყებით. დღევანდელ გადაცემაში ერთი უსიამოვნო ფაქტის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ჩვენ გაჩვენებთ ვიდეოს და სტუმარიც შესაბამისად ამ საკითხზე ისაუბრებს, თუ როგორ ძალავენ თბილისის ერთ-ერთ ვალუტის ჯიხურში ტურისტს თანხას. უფრო ვისაუბრებთ ამაზე, მანამდე ვიდეოც გვექნება. კი ბატონო, თუმცა ვიდრე ვიდეოს ნახავთ, რომ განმარტოთ, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი სწორედ ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტები არის გაუხმაურებელი, მაგრამ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინამოწვევის, უпростоრად გორის მუნიციპალიტეტის წინამოწვევის საკრებულოს წევრმა ზაზა მეზრიშვილმა ლაივსტრიმის მეშვეობით პირდაპირ ჩართვა ჰქონდა სოციალურ ქსელში Facebook-ში და ასე მოგვაწოდა ინფორმაცია, როდესაც მისი სტუმარი ყაზახეთის მოქალაქეს 200 ამერიკული დოლარის გადახურდავებაში მოლარე მომსახურეობის საფასურად 9% 48 დოლარი გამოართვა პრაქტიკულად დაუკავა, როდესაც დათვალეს ეს თანხა და იყო დანაკლისი იმაზე მეტი, ვიდრე ასეთ დროს ხდება ხოლმე. სწორედ ამის გამო დაიწყო ეს პროცესი, ვიდრე ვიდეოს ნახავთ, მანამდე რომ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მე ამ სტუდიაში პირველად არ ვარ და თქვენი მოწვევა ჩემთვის სასიხარულოა, მით უმეტეს როდესაც ეს ეხება ქვეყნის საჭიროებო საკითხებს. ასე იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ, მე ბევრს ვერაფერს დავამატებ. ჩემი სტუმრები, რომლებიც იყვნენ ჩამობრძანებულები ყაზახეთიდან, მეგობრებიც არიან ისინი ჩემი. ამ ქალაქს მეგობრებდი გორთან და ეს პროცესი ისევ არის და ესე იგი გრძელდება. უბრალოდ აქ რაღაცა პატარა ნიუანსებმა შეგვიშალა ხელი. ეს ხალხი დამხვდა იქ ყაზახეთში სათანადოდ და მე იგივეს ვაპირებდი, იმიტომ რომ პირველად იყვნენ საქართველოში და ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულებაც არის, რომ საქართველოზე დაუტოვო კაი შთაბეჭდილება. თუმცა საპირისპირო მივიღეთ ერთ-ერთ ვალუტის გადამხურდავებელ ჯიხურში, როდესაც ჩვენს მეგობარ ქალბატონს მოლარე ოპერატორმა დააკლო 48 ლარი. 48 ლარი დააკლო 200 დოლარიდან. როცა ვიგრძენი უხერხულობა, როცა დაბრუნდა მანქანაში, ამ ქალის მხრიდან შევეკითხე, ხომ არ გაკლიათ თანხა მეთქი? ამ ქალბატონმა ჯერ თავი შეიკავა, მაგრამ მეორე თუ გამოვიდა, უკვე მითხრა, რომ კიო, აკლიათ თანხაო და როცა გამოვარდი ფული დავთვალე 498 და რაღაც კაპიკები იყო, თუ 19 ზუსტად არ მახსოვს. ნუ ფაქტიურად ეკლა 48 ლარი. მივბრუნდით უკან. დიახ. და 15 წუთი არ დაჭირვებია ამ საქმეს. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ წინააღმდეგობა შეიძლებოდა წამწვარი იყავი. ამიტომ ჩავხტე Facebook-ის მეშვეობით მახსოვრობა ჩემ ტელეფონში აღარ იყო და ვიდეოს ვერ ჩავთავდი. და ჩავხტე ლაივი პირდაპირ და თან რომ შევედი, იქ ამ ქალბატონს მოვახსენე და უთხარი, რომ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ მეთქი. არაფერი საპირისპირო არ მიგძვია და არც უთქვიას თვითონ რომ გამოვართე კამერა და არ შეიძლება ჩემი გამოჩენა ან მე არ მინდა. და პირდაპირ შევეკითხე მოთხოვე რის საფუძველზე. მოდი ვნახოთ ახლა ეს კადრები და შემდეგ გავაგრძელოთ უფრო მრავლის მეტყველია შესაბამისად მაყურებელიც ადვილად გაეყოს. იურისტიც არ ჭირდება იმ ფაქტს, რომ ანუ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დარღვევა გამოავლინეთ თქვენ ამ ვიდეოთი, ანუ ასე მოხდა თავის დაუნებურად. კი ბატონო, ნახოთ ეს კადრები. რატო დააკელით თანხა ჩემს? როგორ? საკომისიოს იღებ რამდენს? რა გიწერიათ, აბა ერთი მითხარით. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხართ, იცით? ხო იცით? აბა ერთი მითხარით, რას იღებთ საკომისიოს? 26 და 92 ხო აწერია? რა აწერია, აბა მითხარით? საკომისიო რა? რატომ 9% საკომისიო? და რატომ გეკითხები? როგორ? არა, თქვენ უნდა გადაგიოთ, მე ხო არ გადავიღებ. კი ბატონო, დარეკეთ და მოიყვანეთ თქვენი უფროსი. რა საკომისიოს იღებთ? ამაზე იყო უკვე კაი ხანი ლაპარაკი და თქვენ ახლა რამდენი დააკელით ფული თუ იცით 200 დოლარში? რატო დააკელით 48 ლარი 200 დოლარში? რა გააკეთეთ 48 დოლარის თქვენ? აი ესეთი ხალხი გვიცხედან აი აქ, რომლებიც ძარცვავენ პირდაპირ ტურისტებს, რომელსაც ჩამოსვლა აღარ უნდათ მერი აქ საქართველოში. აი ამნაირი ახალგაზრდებისთვის. აი უყურეთ. მიწერია ყველაფერი უნთიათ, ეს საკომისიო 9% არ უნთიათ. დანარჩენი ანთია ყველაფერი. და იმან
ტურისტმა, რომელმაც არ იცის ქართული ენა, აი აქ უწერიათ 9% გაყოლებაზე და ქვემოთ სადღაც ინგლისურად კიდე რაღაცა მიუჩხავდიათ აი აქ. აი ესეთი ხალხი ყავს აი აქ ჩვენ საქართველოში, რომლებიც საერთოდ ამათი გულისთვის ტურისტ მეორე ჩამოსვლა აღარ უნდა აქეთ. და რის საფუძველზე იღებს 9%? სად გიწერიათ? 9% უნდა აიღოთ. არა, აქ რო გიწერიათ, აქ მეც მივიდა შეიძლება დავწერო. რის საფუძველზე გიწერიათ მეთქი? როგორ? ეროვნული ბანკის, თქვენ ეროვნული ბანკს ეკუთვნით? თქვენ ეროვნულ ბანკს ეკუთვნით? თუ ხართ უბრალოდ რისი სავალუტო ჯიხური? თქვენ რა გონიათ პირველად გადავახურდავე ფული? სადაც მიმართავ კი ისეთ ადგილზე მიმართავ, საერთოდ დაგახურიოთ თაკაურობას. აი ამისთვის ვერაფერს ვერ მიზავთ მე ზუსტად. აი ამისთვის ზუსტად ვერაფერსაც ვერ მიზავთ. აი კარგად დაინახეთ ეს ახალგაზრდა. აი შეხედეთ მთელი საქართველო გიყურებთ ახლა. კარგად გამოიხედეთ აქეთ. ახლა უყურეთ თქვენ რა გიყოთ 9% აქ ძარცვავენ. Я не понимаю. Вот здесь лучше не менять, потому что здесь грабят просто-напросто вот эти люди, которые сидят вот тут. 9% оказывается берут они из этой суммы. А, вот так видите? что ли? Видите? Вот, хорошо, вы так 9%. Да, 9%. Хотите поменять? Не хочу. Вот видите? Никто не хочет поменять. ჩვენი ფული გაქვთ მithვისებული, ქალბატონო, იმაზეც გაიცეთ პასუხი და დაუძახეთ მოვიდნენ აქ მეცველოდები. როგორ? აი აქ წერია ყველაფერი. აქ წერია ყველაფერი. აი ეს არის ეს ხალხი. ამაზე არის მთელი საქართველო. მეორე ტურისტმა უნდება ამათთან ჩამოსვლა. $200-დან 50 ლარი წაართვა. რა არის? კი, ველოდები, აი აქ ვიწერ ყველაფერს. კი, გენაცვალე, აქ ვიწერ პოლიციასაც ჩავიწერ აი აქ ზუსტად. ველოდები. სად უნდა წავიდე, ჩემი ფული გაქვთ მოსაცემი. წავიდე კი არა, აქეთ მე ვიქნები საღამო. თქვენ კიდე არისით ვისთან გაქვთ საქმე, ზუსტად თქვენაერებისთვის ვარ ვე. თქვენ უთხარით 9% იღებდით? გააფრთხილეთ? გააფრთხილეთ, გეკითხებით. რატო არ გინთიათ რომ გიწერიათ? რატომ არ გინთიათ ის რომ რატოა ჩამქრალი? ჩამქრალი რატოა ის სადაც უნდა ენთოს? აი ის 9% სადაც გიწერიათ. ჩანს? თქვენ სად გიწერიათ 9% რომ უნდა აიღოთ? თქვენ სად გიწერიათ 9% რომ უნდა აიღოთ და გაძარცვოთ ხალხი? სად გიწერიათ? რისი ნებართვა გაქვთ? საიდან? ეროვნული ბანკის ნებართვა გაქვთ? თქვენ ეროვნული ბანკს ეკუთვნით? მაჩვენეთ აბა თქვენი დადგენილება. მაჩვენეთ თქვენი განკარგულება. საწერია აბა მითხარით. არა, ეხლა ეს გადმოყირაებული გქონდა, თავდაყირა იმას უნდა დავდგე და გადავყირავდე და ესე ვიკითხო, ხო? აი, რის მოსაწყობად ვარ დაიდახოთ, ან დააბრუნოთ ჩვენ თანხას და მორჩება საუბარი. აი, თუ არ დააბრუნოთ, მაშინ არაფერი წაშლა არ მორჩება, ეს კამერა კიდევ დიდი ხანი იქნება ჩართული. კი, კიდევ დიდი, რატო გეშინიათ, ერთი მაინტერესებს? აბა რა, აქ გადაღების უფლება მე მაქვს. მე ჩემი უფლებებს ძალიან კარგად ვარ გარკვეული. თქვენ ხართ ამ წუთში მომსახურე პერსონა, რომელიც ემსახურებით ხალხს და კი არ ემსახურებით ძარცვავთ, ამიტომ მაქვს უფლება გადაგიღოთ. ძარცვავთ ზუსტად ძარცვავთ. ძალიან კარგად ძარცვავთ 50 ლარი $200 ისე ააწკაფნეთ როგორც არაფერი. და რაში ვერ გავიგერთი რა თქვენ უფრო ხმელს კამზე ზიხარ და ისინი დანარჩენი ბილის კამზეს ხედან, რომელიც არაფერს არ იღებენ. თქვენ შემგვარ დასახელს მაშინ გაიგებთ, როცა იქნება საჭირო. აი არაფრისაც არ მეშინია. არაფრისაც არ მეშინია. რისი მეშინია რა? მე შენ გვარი დასახელი, რატო უნდა გითხრა მითხარ ჯერ ეგეთი. პოლიცია რომ მოვარჩე, ძალიან კარგად მოვახსენებ უთქვენოთაც. უთქვენოთაც მოვახსენებ, მე ველოდები პოლიციას. თქვენ ვინ ხართ რომ გჭირდებათ ერთი მითხარი? თქვენ რა ვალდებული ხართ მითხარი, ისო ჩემი ვერ მიჩივლეთ პოლიციაში გენაცვალე, იმიტომ რომ თქვენ ხართ დამნაშავეები. მიჩივლე, კი ბატონო. კი. ანალის მიხედვით მოქმედებით. რა ჩართება თქვენ? დიახ. 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 თქვენ არ შეგიხოთ? მე რომ გამოვადა გაზარცვა, ეს არის ქურდობა. $50 $200 წაართვეთ, ეგ ქურდობა არ არის?
რისი საკომისიო უნდა იყოს? თუ შემეკითხებოდა, რა თქმა უნდა უნდა. რატო თქვენ არ იყავით ვალდებული გეთქვათ ეს? მითხარით. თუ არ შემეკითხება, ესე იგი აწყობს ადამიანს რომ გადაიხადოს 50 ლარი მეტი, ხო? სადღაც გაფრთხილებული იყო და მე რისგან საიდან იყო გაფრთხილებული? თქვენ უთხარით, არაფერი არ გიტყვიათ, მე შევეკითხე ძალიან კარგად. ინტრიგანი თქვენ მზადებით პატარა გოგონა და ეხლა რომ პატარა გოგონა ასეთ საქმეებს აკეთებ დიდობაში ძალიან გაგიჭირდება გენაცვალე. გაიგე, აი ესე ძარცვა და გლეჯია. ამ ხელაკაცის ზუსტად თქვენი ჭკუის სასწავლებლად ვარ აქ მოვლენილი, რო იცოდე. სად არის თქვენი პოლიცია, რატო არ მოდის აქამდე? მე გამოვიძახ ხო? თუ რა ქნა ეხლა მითხარით. დააბრუნებ თანხა. Отдайте доллары наши, пожалуйста. Доллары отдайте. Мы вам отдадим ваши деньги. Мы вам отдадим ваши деньги, вот они. И мелочь была, помните? 195, да? Здесь. И еще какая-то мелочь. Нет, 400. Вот. 585 и было еще 9,90. Еще какие-то мелочи. 9,90 было. 9,90. Отдайте нам доллары. Тогда возвращайте деньги. Вот здесь. Да. Еще 9%. А я не знала вообще. Я же не понимаю по их по-грузински на самом деле. Да, было 9, вот эти, наверное. Вот это, да? Да. Она не хочет возвращать теперь наши деньги. ნახეთ როგორ უდეთ ერთი. შეხედეთ. ვითომ რამეს წარმოადგენს ეს პარატინა ფურცელი. ნუ შეეხებით ბატონო, ნუ შეეხებით. ხასუა. უი, ისე რა სამოთ, ყველაფერი ხო დალაგებული გაქვთ აქ? ეგ ეროვნული ბანკის ჯანმრთელობა და ნამდვილად არ არის ბატონო, სასაცილო ხარ არ დასაძლო. მე იმას ვაკეთებ ზუსტად რასაც. ეგ ეროვნული ბანკის მე რა თქვენ მითხარით განგარგულება არისო, ეგრე არ მითხარით, რა? ხო, კედელზე. კედელზე მაგის გარდა ბერიანი აგაკეთებს თუ გამოხედავთ კარგად. აი კედელზე რა იქნება გაკრული დაინახავთ აი აქ მალე სულ ცოტა ხანში, რომ დაკეტილია, აი თუ არა და დაინახავთ. ან დააბრუნე ეგ დოლარები მე ბევრი დრო არ მაქვს. ან გეუბნებით ჩაყვებით საფლავამდე მეთქი. აი ბებია ჩემს ვინ ჩაყვება დაინახავ. Девушка, я вас прошу, верните наши доллары. Больше ничего от вас не хотим. Сколько съела у нас? რა ისტერიკებში ვარდები? მე გითხარ ფული რატო დააკელი თანხა მეთქი. გითხარი დააბრუნე თანხა და წავედი, წაიშლება ვიდეოც, გინდა? აი ამასთან დაკავშირებით მაშინ მე გეტყვით ახლა რომ ეს ვიდეო აიტვირთება YouTube-ზე და დაინახავთ მე თქვენ როგორ იმუშავებთ აქ და როგორ კლიენტები გეყოლებათ. და რა სიზავთ ერთი მითხარით? პირველი რასაც გავაკეთებ ეს იქნება ერთმანეთ დაგწევთ საჩივარი. დააწერეთ საჩივარი, გეთაყვა საჩივარი, აქეთ უნდა გეწერებოდეთ თქვენ რა საჩივრის დამწერი ხართ. ასუხის გაცემა არ იცით, არაადეკვატური ადამიანი ბრძანდებით. პოლიციაც ვერ გამოგიძახიათ, ამდენი ხანი გვაყურყუდებთ აქ. 50 О. евро у нас. გამარჯობა. 50 долларов. Пусть вернет наши деньги, но мы больше ничего не надо. პროცენტი 300-ზე ვარ ადგილზე. გეზაფი და არ გამომიწევს რაღაცას. ერთი წუთია გამოსახება და ვიდაგიძახ. გამარჯობა. რა ხდება? ჩვენი სტუმარი ქალბატონი, რომელიც არის ჩამოსული სიმპოზიუმზე, სემინარზე, მოვიდა 200 დოლარი გადახურდა, არავინ არ მოახსენებს. 9%-ია თურმე მიწერილი აქვს პატარა ასოები და აქ ქართულად უწერიათ 50 ლარი დააკლო 200 დოლარში. 50 ლარი. მოვედით აუხსენით რომ დააბრუნეთ ფული, თანხა დააბრუნეთ და წავალთ აქედან. დგას და აქეთ კიდე გემუქნება რაღაცნაირად. ანუ ეს ოფიციალურად თავი გაგიქვი, მაგრამ 30 წუთის განმავლობაში აქვს ეს. კი, ჩვენ მოვედით 15 წუთში მოვედით. აი, 15 წუთში მოვედით. აი, ერთი წამით. ის უკაცრავად სათხარ. კი, 15 წუთში მოვედით ყველაფერი, აი აქ დაფიქსირებული მაქვს ყველაფერი აქ. თვითარი რა უყავთ? რა მოგიგეთ? არაფერი არ მოუწი. არ მოუწი აქ თვითარი ეცემა. იქნება გადააგდო თვითონ. არ მოუწი. ჩეკს მისცემ და ფულთან Не ერთად. дала. არ მოუწი. რომ ნახე ხო 50 ლარზე მეტი აგრე გავგიჟდოს. რა, კაჩაღობაა თუ ძარცვა ვერ გავიგე. და კიდე ახლა ტონს უწევს.
30 წუთის განმავლობაში თუ ხართ მოსულები კი, ვართ. ხართ უკვე Мы за 30 минут пришли сюда, за 15 минут мы сюда пришли. Мангала я говорю, да будет. ეს გოგონი ერთი წუთი რა მოქმედეთ რა ცოტა ხანი რა. Мне некогда, мне надо ехать. თუ დაგვიძახეთ, მოგაქციეთ ყურადღება. მარტო თქვენთან კი არა, სხვაგანაცამა გამოძახება და მაგიტო გეუბნები. ერთი წუთი მიბრძანდი. როგორ მიბრძანდის არას ეგ სადაუბრუნო. თქვენ 30 წუთში მოვიდა ეს პიროვნება? არა. არის სად გაქვთ ანის? არ მოვედი 30 წუთში? თქვენ მიეცით თვით არის? მაშინ დრო ნახეთ როგორ ეს ქალბატონი ეძახის 15 წუთში მოვედითო. მაშინ უნდა გავარკვიოთ ეს რამდენ ხანში მოვიდა, თუ 30 წუთში მოვიდა, უნდა დაუბრუნოთ თანხა რა. გადაწყვიტეთ კი, უთხარით. რომელ დაბრუნებაზეა საუბარი? ანა დაბრუნებას რომ მეუბნები, ჯერ გაარკვიეთ რა. დავიწყოთ ფაქტი. აი აქ წერია რაც მოხდა. ერთი წუთი რა. დიახ. მომივარდა ეს ადამიანი ჩართულია ლაივით, თქვენ ფურდებოდ, თქვენ თაღლითებოდ, თქვენ ასეთებოდ, თქვენ ისეთებოდ და მიღებს ლაივ YouTube-ზე აქტივთა. ვინ მისცა მას YouTube-ზე აქტივ? ჯერ არ ამიტვირთია, მაგრამ არ ავტვირთავ. ზოგადად ვიდეოს გადა ჯერ არ ამიტვირთია, მაგრამ ეს გადაღება ჩემი პირადი ერთი წუთი ბატონო რა, ეს ერთი წუთი თუ მოხდა. ვიბრძანდებით თქვენ. მე ვარ ამათი მასპინძელი. მეგობარი ვარ ამათი. Дело в том, что, во-первых, она мне не дала презентацию и не сказала, что у них 9%. Я не понимаю. Я тебе говорю, отдайте мои $200. Я пойду. Понимаете, она их не отдает. Я приехала, Принципулად არის ძრო, принципულად. которую она мне дала. Я больше... თქვენ ეძახეთ რომ 30 წუთში არ მოსულა ეს ქალბატონი, ხო? შეიძლება არა. გასაგებია. ნუ კანონით თქვენ ხო გაქვთ ცენტრი. ალო. Я из Казахстана, мне неудобно это. Прям неприятно мне это. ეხლა რამდენიც გინდა ელაპარაკეთ, აქ წერია ყველაფერი, მე როგორ მოვედია, თქვენ როგორ მიპასუხეთ. აი აქ წერია ყველაფერი. გამოძახებაზე У меня время, понимаете, у меня времени нет совсем. Я კი ბატონ, კი ბატონ. ანუ ერთი ზარი. зарубежная, международная. თქვენი სახელი გითხარ უკაცრავად. ბატონო И неприятное впечатление от Грузии получается. Не, это не от Грузии. Мы вас столько знаем, я не Это не от Грузии. Грузия тут ни при чем. Грузия тут ни при чем. Грузию позорят отдельные люди. Некоторые. ქალბატონო თქვენ იძახით რომ პროფესორში ეს ადამიანი არ მოსულა 30 წუთის განმავლობაში, ხო? თქვენ უფლება გაქვთ თუ არა რომ 30 მე მაინტერესებს ანონით ახლა ჩვენ როგორც თქვენ უფლება ისე ამის უფლებებს დიახ დიახ Вы мне чек не давали. Вы сказали, что чек не нужен? Нет. Я вообще с ней не разговаривала, потому что она мне сказала, вон написано. აი ერთი წამით ერთი წამით გასაგებია გავიგე ერთი სიტყვით მოკლედ აი დამშვიდი და დამშვიდებული გვესაუბრეთ რა თუ შეიძლება რა ანუ მე ვხვდები თქვენ სიტუაციას თქვენ აუხსენეთ თქვენი მოვალეობა რაც არის ხო აუხსენეთ უთხარით გასაგებია წავიდა ეს პიროვნება ერთი წამით მაცადა ეს პიროვნება უკან რომ მოვიდეს 30 წუთის განმავლობაში ერთი წუთით რა უნდა დაუბრუნოთ თანხა მოვიდა თუ არა ეს 30 წუთის განმავლობაში თქვით არის არ მიგიციათ არ მიეცით ხო თქვენთან არის კი ბატონო თქვენ არ გაქვთ ეხლა უფლება მაგის ფიქრის დაბრუნების არ შეგიძლიათ რომ დაუბრუნოთ ალო ბატონო დავაბრუნებ ერთია მაგრამ აქ სხვა ბიჭო კუთხეში არის გოა კრედიტი კუთხეა იმის რა ქვია 25 კოდეს უხარი რა იცის კუთხეშივე ხო გვერდიდან არის გამოცდები თუ არა კუთხეში Где бы мы ни меняли, там нет такого, чтобы брали проценты за обмен. ეს რა ქვია თქვენ ეხლა უფლება არ გაქვთ დაბრუნების მაგ ფულის დიახ ანუ მე მივხვდი შეურაცხყოფა აფიქსირეთ რომ შეურაცხყოფა მოგაყენათ ამ პიროვნებამ ისეც არა ერთი წამით მოდი ნორმალურად შევთავ მესმის თქვენი გასაგებია ნორმალურად შევთავდეთ თუ თანხას გაგამო ხო კი ბატონო
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. ბატონო ზაზა, როგორც ვიდეოდან მე პირადად დავინახე დარღვევები იყო ერთი ის, რომ არ მისცეს შესაბამისი ქვითარი და მეორე ის, რომ იქ არ ჩანდა სწორედ ის ნაწილი, სადაც ანუ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ იყო საკომისიო ის რაც უნდა ქონოდათ მითითებული 9% კი ბატონო. რა გითხრეს იურისტებმა და როგორც ვიცით შემდეგ რა გაგრძელება მოყვა ვიდეოს გათიშვა მოგიწიათ და ამ გაგრძელების შემდეგ რო უპასუხოთ ლელას კითხვებს უკვე. კი ბატონო, ვიდეო გაითიშა, იმიტომ რომ ტელეფონი მიჯდებოდა და შეიძლება ვერ მომეცრო ამის შენახვა და უბრალოდ რაც შეეხება იმ 9% რომელიც არენთო, მანქანით რომ მოდიხარ, შეიძლება ახლოს რომ მიხვიდე კი ჩანს უკვე ჩამქრალიც, მაგრამ მანქანით რომ მოდიხარ, მარტო არის განათებული ის, რაც არის სავალიდო გადასახურებელი კურსი მაშინ. და ის 9% ჩამქრალია. ეგ ერთი. უკვე პოლიცია რომ მოვიდა, სხვადასხვა მე გუშინაც აღვნიშნე, რომ პოლიციის ქმედება მე შევაფასე დადებითად ძალიან სხვადასხვა მობილად ექცეურნენ მით უმეტეს იმისა, რომ ეს ქალბატონი მათთანაც ესე იგი ძალიან უხეშად საუბრობდა, არ აქცევდა ყურადღებას ერთ სიტყვით ტელეფონზე საუბრობდა, რამდენჯერმე შენიშვნაც მიცეს თუ გამოგვიძახეთ, ესე იგი მოგაქციეთ ყურადღება, მაგრამ არა, მე ვერ აპარაკებ კრიმინალის გამოძიებელს და დაიცადეთ. თუ არა და წადით და მე მოდით ჩემთან. ნუ ეს იმათი საქმეა, უბრალოდ მე ბევრი საუბრის შემდეგ თანხა დააბრუნა. ის ვაივაგლახის შემდეგ, მაგრამ ჩივილს აპირებს ახლა როგორც მივხვდი, იმიტომ რომ მივხვდი კი არა, მითხრეს პირდაპირ მისცეს მსვლელობა საქმეს 166 მუხლით, ეს არის მე მგონი წვრილმანი ხულიგნობა თუ რაღაც, თითქოს და მე შეურაცხყოფა მივაყენე ამ ქალბატონს და ამან იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. რაც არის იქ თქვენ თვითონაც ნახეთ ვიდეოში, მე მგონი მე შეიძლება ცოტა ტონს კი აუწიე, მაგრამ არავითარი უხამსი სიტყვა მე იქ არ წარმომითქოს და მე პირიქით დავინახე რომ ის გამოდიოდა უფრო. არ ეტყობოდა დაჩაგრულის არაფერი. და უბრალოდ რა იყო იცით იქ მე მივხვდი იმას რომ ეს პირველ შემთხვევა არ იყო. უბრალოდ ესე მოხდა. და ეხლა სხვები კომენტარები 1000 კომენტარი წერია და ხალხი არის ძალიან აღფრთებული, თუმცა იქ არის გაიჟღერებს რამდენიმე კომენტარის, თითქოს ეხლა მე სპეციალურად ამ ქალმა კი მითხრა, თქვენ ინტრიგანი ხართ, სპეციალურად მოხვედით, ჩამირთეთ ეს ვიდეო, რომ მე ქვეყანას გააგებინოთ. ეს არ ყოფილა, ეს მართლა უცბად მოხდა, იმიტომ რომ მე რო დავინახე ესეთი უსამართლობა მიბრუნდი და ეს ქალბატონი ჩემთან ერთად წამოვიდა ჩვენი ფულის დასაბრუნებლად. და ისიც არ ვიცოდი მე რომ თურმე 30 წუთი შეიძლებოდა მე მქონოდა დრო რომ ამ თახის დაბრუნებისთვის. ისიც პოლიცია მითხრა. და რახან პოლიცია მაშინ გარკვეული იყო, ეს იქიდან მივხვდი მე რომ არ იყო ეს პირველი შემთხვევა. თუმცა არასდროს არ ყოფილა მოქალაქის უფლებების დაცვა, იმიტომ რომ კანონი არ აძლევდა ამის საშუალებას. აქ კი მოხდა რანაირად. დარღვევა იყო რაში, ჩამქრალი იყო ეს 9%, ქართულად ეწერა და არაქართველი მოსახლეობისთვის ეს იყო გაუგებარი სავსებით, კი 9% ციფრია, მაგრამ იქ რა წერია, იქ პროცენტი არავინ არ იცის. და მესამე ის იყო რომ ქვითარი არ მიცა ქალბატონს და ფულსაც ამის მიზეზით არ აბრუნებდა ზუსტად, იმიტომ რომ ქვითარი მაჩვენოს და დავაბრუნებო და ქვითარი მოგცა თუ ეს მეუბნება პოლიციელი და ქვითარი არ მოუწია მეთქი ქალბატონსაც შევეკითხე, ჩემს სტუმარს არ მოუწია ქვითარი. თუმცა ის საუბრობდა იმაზე რომ არ მოუთხოვიათო და ქვითარი. ხო და მე თქვა უკვე არ მოუთხოვიათო, ჯერ ქვითარი მაჩვენოს, თუ არ მიეცი რას გაჩვენებს. ხო ესია. და მე რო უთხრა ქვითარი არ მიგიციათო და არ მოუთხოვია და არ მიმიცია. ეს რანაირი კანონდარღვევაა თვითონ უკვე ამას სხვები გაარკვევენ, ეს არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ არის პირველ რიგში თუ ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ტურიზმი განვითარდეს ქვეყანაში და ხალხი მოვიზიდოთ აქეთ, რიცით სული გვიდგას, ეგ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის საქართველოში, იმასაც კი ახშობენ ფაქტიურად იმ ტოტჭრიან, რასაც ხედან. თუ ესე გაგრძელდა, რომელ ტურისტმა უნდება ახლა ფაქტიურად ჩამოსვლა აქ, მითხარით, მეორე თუ წავა, ეს ქალბატონი არის კათედრის გამგედა. ჩემი მეგობარია, კი, რა თქმა უნდა, ის აღარ იტყვის იქ, იმიტომ რომ ყველაფერში გაერკვა და მე ბოლომდე მივყევი ამ საქმეს. მაგრამ აი სხვა რო ყოფილიყო და წასულიყო ერთი 100 კაცს რო უთხრას, ეს საკმარისი არ არის. ის 100 ტყვის და ტურისტი ფაქტიურად მოგაკდება. ცოტა ხანში რამდენიმე წელი გავა და აღარავინ არ ჩამოვა აქ, იმიტომ რომ იტყვია პირდაპირ საქართველოში ძარცვავენ ხალხს. და ასეც არის კიდევაც, რა შეიღებს 9%-ს? მე ვერ გავარკვიო, უბრალოდ ვერ გავარკვიო. ბანკთანაც გქონდათ როგორ რაღაცა დაკავშირება მოხდა და კი, დაუგაშვნეს ჟურნალისტები, პასუხი ვერ მიიღეს, მაგრამ მე მგონი რომ რაღაც გადახედვა იქნება რეგულაციებზე. არ ვიცი რა იქნება ახლა ზუსტად მე მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ გადახედავენ. რატომ უნდა იღებდეს ერთი ჯიხური 9%-ს, მეორე
დანარჩენი სხვა ჯიხურები, მაშინ ისინიც აიღებენ ამ 9%-ს. ესე იგი იმათ არ აქვს რაღაც იმათ არ აქვს რაღაც თუ კანონი აძლევს ამის საშუალებას პრაქტიკულად ამ ვიდეომ და პრაქტიკა მაჩვენა რომ არის კონკრეტული გადამცვლელი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები რომლებიც იყენებენ ამ კანონს უკვე სწორედ ასეთ არც უნმარტავენ და შესაბამისად არც არის აღნიშნული თორე რომელი ადამიანი განსაზღვრავს იმას რომ უფრო მეტი დაუკავდეს იმაში რა ქვია გადახურ ვალუტის გადაცვლაში და მეორე მხრივ თუ კანონი არ არის შესაბამისად შესწავლა უნდა ზოგადად ჩვენთან ფინანსური სფერო საბანკო სექტორი მთლიანობაში არის მოუწესრიგებელი თუნდაც საპროცენტო განაკვეთები, თუნდაც არის რიგი საკითხები, რომელიც პრაქტიკულად ხშირ შემთხვევაში არა მოსახლეობის ასე ვთქვათ ხელშეწყობაში, არამედ საპროცენტო განაკვეთით საკმაოდ მძიმედ გვაწევს დღეს და მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც საბანკო სექტორთან არ უწევს შეხება და თუ უწევს პრაქტიკულად საკმაოდ მაღალი პროცენტებით. და მეორეს მხრივ, როდესაც ემატება მას სწორედ ესეთი დაახლოებით 5 წუთში $200 რომ უნდა მოიგო შენ 48 ლარი, ეს არაფერ კანონის შარჩოებში არ ჯდება. რომ უამრავი ტურისტი შედიოდა თქვენ სიკვდილაში ყოველ შემთხვევაში. კი, სამი ტურისტი შემოვიდა და რომ გაიგეს 9% იყო ყველა გაბრუნდა უკან. ეხლა ბოდის მოვიხდი ეხლა ამ სიტყვას ვიხარ, რომელიც შტერი თავისინებით ამოიღებს და 50 ლარს ზედმეტს გადაიღებს. ყოველ შემთხვევაში თქვენ იცოდით როგორ უნდა დაგეცვათ თქვენი უფლებები. ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო სხვა თქვენ ადგილას, მაგალითად არც გადაეთვალა იქ მე პირადად არ ვიცი ფულის დათვლა იქ ადგილზე და გასულიყო ის ნახევარი საათი და ისთანხაც დაკარგულიყო. კი, რა თქმა უნდა. ასეც ხდება ხშირ შემთხვევებში და მე ახლა კომენტარებში მე ძალიან ბევრი ნახვა აქვს. ამ ლაივს მე არც მეგონა თუ ესე გახმაურდება ნამდვილად არ მეგონა იქ კომენტარებში წერია რომ ეს ამ გოგოს ჩვენც ვიცნობთო კაცო ეს პირველი კი არ არის მაგრამ ჩვენ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ნუ რამდენიმე წერია რომ კი დიდი ჩხუბის შემდეგ გამოვიღეთ ეს თანხავა მაგრამ დანარჩენი ყველა წერს რომ ჩვენ ვარ დაზარალებულები იურისტებმა რა გითხრეს როგორც აღნიშნეთ აქეთ გიჩივიდან დიახ თქვენ საქმეზეც გვაინტერესებს საბოლოოდ ხო პრაქტიკულად ეს ვიდეო იყო უწყვეტი კადრი იმის შემდეგ უკვე იყვნენ პოლიციელები მოსული და ბუნებრივია რა დროსაც თქვენ გათიშეთ იქ უკვე სამართალდამცველები ესწრებოდნენ თქვენ საუბარს კონკრეტულად რა ასპექტებზე აქვს პრეტენზიები მას რომ რატო ქონდათ ჩართული კამერა დაუკითხავად თუ რას გედავებათ კი ამასაც მე დავება თუმცა პირველად როცა მივედი და უთხარი ეს ლაივია ამას წინააღმდეგობა არ გაუწევია მაშინვე არ უთქვავს რომ გამორთე თუმცა არ არის ეს პირადი სივრცე რა თქმა უნდა პირადი არ არის და როდესაც ხდება დარღვევა და მე მინდა სწორედ მტკიცებულება იმის რომ თქვენ რო ეს ლაივი არ ჩაგერთოთ ბუნებრივია შესაძლებელია ეთქვა მას რომ არ გიცნობ თქვენ არ ყოფილხართ პირველ რიგში სათვალთვალო კამერები იყო ხო და თუმცა გაძნელდებოდა ეს რა არის სათვალთვალო კამერები კი არის მაგრამ სათვალთვალო კამერებს კი არა ხალხის სარკეში რო იყურება თავის თავს აღარენდობა მე იმ კამერებში რას მაჩვენებდნენ მე ხო არ ვიცოდი მე ეს უბრალოდ იყო ჩემი ჩართვა იმიტომ რომ ვიცოდი მე რაც ხდება ქვეყანაში შეიძლებოდა ეს წინააღმდეგობა წავწყდებოდი და ზუსტად ასეც მოხდა კიდევაც ჩართულზე რა გააკეთე და ხა ჩაუთავზე რას იზავდა ხშირია როდესაც კადრებს ითხოვენ რომ ხარვეზია არ ჩაიწერა კი რა თქმა უნდა ბევრი გამოძიების დროს მნიშვნელოვანი და მასალა მოიპოვეთ თქვენ ფიქრობ რომ ამ შემთხვევაში საქმე რომელიც თქვენს წინააღმდეგ არის პრაქტიკულად რადგან სამართლებრივი პრაქტიკულად არ არსებობს რაიმე ისეთი რაც ამ კადრებიდან არის ყოველ შემთხვევაში რომ გაგრძელდეს წარმატებები მინდა რომ გისურვოთ და საკმაოდ საინტერესო საკითხი და პრობლემური საკითხი დაიძრა ჩვენს ქვეყანაში როგორიც არის უცხოელების მიმართ არასათანადო მოპყრობა გულისხმობ ფინანსურ მოპყრობას ეს პირველი შემთხვევა არ არის საბანკო სექტორიც გამოიკვეთა ამ კუთხით უпростоრად ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები მანამდე რამდენიმე შემთხვევა იყო როდესაც რესტორნებში ბარებში ახდევინებდნენ 10ჯერ მეტს ვიდრე რეალური პროდუქტის ღირებულება იყო რასაც შეიცინდნენ და ძალიან მოკლედ რომ დასასრულისკენ მივდივართ, ანუ როგორც ვნახეთ, იქ ეს ქალბატონი არ იყო ქართველი და იქ რაც გაჩვენებდნენ, რაც იყო მითითებული, იყო ქართულ ენაზე ყველაფერი, ხო? ესეც და არ განუმარტავთ ასევე მისთვის, რომ არ განუმარტავთ, ეგაც არის კიდევ ერთი. მე არ ვარ ვარდებული, რატო უნდა უთხრა? მე იქ წერია და წაიკითხოს, როგორ უნდა წაიკითხოს ახლა ყაზახეთის მოქალაქემ ქართულად 9% კი წერია, მაგრამ რისთვის წერია 9% ამან არ იცის. ხო? ამიტომ ეს არის უფრო მეტად გათვლილი უცხოელებზე, რადგან ქართველი იქ შეიძლება მალევე მიბრუნდეს, ან შეეკითხოს, ან რაღაც ქართულ ენაზე უფრო ადვილია კომუნიკაცია, ხო? და ამ დროს ძალიან ბევრი ტურისტი შეიძლება დაზარალდეს და არა მარტო ტურისტი, აქ ქართველებიც წერენ, ჩვენს დავზარალეთ. დიახ.
თუმცა პასუხისგებლიანი ბიზნესი, მოქალაქეები ზოგადად ამ ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემა, რადგან პასუხისგებლობა რო გაქვს, შენ ქვეყანას ზიანი არ უნდა მიაყენო და პრაქტიკულად ამით მიადგა ჩვენ ქვეყანას ზიანი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, როდესაც თუნდაც შენი ქვეყნის მოქალაქეს მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკცევი, ასე პრაქტიკულად ისინი შემდეგ წერენ გარკვეულ მომსახურეობებზეც, რომელიც არ არის სათანადო და მით უმეტესადაც გარკვეულწილად თაღლითობა იგრძნობა რა და შექმნება ტურისტს ბატონო. ქვეყანას ადგენდა. თქვა კიდევაც ამ ჩემს სტუმარმა რომ მე არ მეგონა საქართველოში ესეთი რამე თუ ხდებოდა. მე მეგონა საქართველოში ყველაფერი მოწესრიგებული იყო, იმიტომ რომ ეს სიტყვები ამ ქალბატონისაც არის ჩვენი დამსახურება, როგორც ვექცეოდით, ისე გაჟღერდა. ხო, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ პირიქით უკუსლით მოვდივართ უკან. თუ ამხელ ავტორიტეტი ამაზე მოიპოვე ამ ტურიზმის მხრივ, ხო და ხალხი დადებითად გაფასებდა, ჩამოდიან ამდენი ტურისტი, შენ ახლა რას აკეთებ? შენ საწინააღმდეგოს აკეთებ. ხო, რატო ძარს ამ სტუდენტს? მას რა ქვია, ტურისტს. მიეც ის კურსი გაქვს შენ იქიდან იმდენი ეს რა ქვია, საშუალება რომ იქიდან დაგჭეს მოგება, ხო? კი ბატონო, დიახ, შენ ეს არ ყოფნის და ესე იგი რა გინდა პირდაპირ ჯიბეში უყოფს და მოგავს. ეს არ არის კანონი. კანონი კი არა, მე არ ვიცი ახლა ამას მართლა ქვია თაღლითობა. კი რეაგირებას და არ უნდა დარჩეს რაღაცა ყურადღების მიღმა, მართლაც საინტერესო მნიშვნელოვანია რომ ამ შემთხვევაში ეს საქმე ეროვნული ბანკისგანაც მივიღოთ პასუხები თუ კონკრეტულად რა რეგულაციებია დაწესებული და ამ შემთხვევაში რატომ ეძლევათ მართლა რატო არის შერჩევითი თუ ვალუტის გადამხურდავებელი გადამცვლელი ჯიხურების ნაწილი მხოლოდ არ აწერს ამას რომ 9%-ია რატო ამ შემთხვევაში აქვს რამოდენიმე გამონაკლისი იშვება და რატომ იშვება ესეც არის მნიშვნელოვანი რადგან ერთგვარად ქვეყანაში მიანიშნებს ეს ანუ ყველასთვის არ არის ეს ეკონომიკური და სამართლიანი პირობები თანაბარ პირობებში არ ვიმყოფებით და მეორეს მხრივ კიდე ეს კითხვის ნიშნები ის პრაქტიკულად ის სტუმარი არის იყო ბატონი ზაზა სტუმარი და ბუნებრივია რომ მას ის პირველად არ არის საქართველოში და აქედან გამომდინარე შესაბამისად მოხდებოდა ახსნა მაგრამ ასეთ შემთხვევაში როდესაც ისინი აღმოაჩენდნენ და ვერ დაბრუნდებოდნენ უკან არც განმარტებას მისცემდა ვინმეს რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა კი არ არის ესეთი ძარცველური არამედ არის კონკრეტული ერთი სავალუტო ჯიხურის რაღაცა პოლიტიკა რომელიც ან არის კანონში და ან არ არის კანონში გასარკვევია დიახ თამამად საუბრობდა ეს მოლავი და ალბათ ქონდა იმედი რამის არ ვიცი ეს სწორედ ეს არის სოციალური პასუხისგებლობა ქვეყნის წინაშე პასუხისგებლობა რომ ასეთ ფაქტებზე დავიწყოთ საუბარი და რეალურად თუ არის საკანონმდებლო ხარვეზი ეს კანონი უნდა გამოსწორდეს და აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დავასრულოთ რატო რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ ესია და მე მგონია რომ მარტო კანონის გარდა არსებობს მოქალაქეობრივი ვალდებულებაც აი ეს უნდა იცოდეს და ამნაირზე ყველამ უნდა მოიღოს ხმა მე ის კი არა თეთრი ყვავი აქვს უბრალოდ ასე მოხდა და შენ როცა ხედავ ესეთ ყველა მოქალაქის ვალი ეს მარტო ჩემი არის ყველამ უნდა ნახოს ეს და ამოიღოს ხმა და ამის და მიხედვით მე ესე ის დარეგულირებია აღარ შევა იქ არავინ და მორჩება ეს თაღლითობაზე და ყველაფერი ეს არის მეტი არაფერი და ამ საქართველოში ეს არ გვაქვს ყველას თავის გარდა არაფერი არ ინტერესებს ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის ძალიან ну კარგი იყო ის რომ თქვენ გაახმაურეთ და უნდა იცოდეს მაყურებელმა სად მდებარეობს ეს ჯიხური იმიტომ რომ სხვა აღარ შევიდეთ შეცდომაში ალბათ ეს არის პეკინის 6 ნომერია მე მგონი თუმცა უნდა დავუტოვოთ ფიქრობ შანსი რომ ამ შემთხვევაში არა უნდა დაიხუროს ეს ჯიხურები არამედ უნდა გამოასწორონ მომსახურეობის სფერო მე და ის მაგასაც მანამდე აკეთებდნენ ყოველ შემთხვევაში არც ის არ უნდა შერჩეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეს არის ძარცვა და ბევრი ადამიანი გამოსაკვლევია ეს მე აუცილებლად მივყვები ამ საქმეს თუ ეს მართლა იქნება ჩემს წინააღმდეგ საქმე აღრძული და მართლა სასამართლომდე მივა მე აუცილებლად უკვე შემომეხმიანენ მე სხვადასხვა ძალიან ძლიერი ადვოკატები და შემოთავაზეს უფასო იურიდიული დახმარება. დიახ, რაც ნახეთ ჩვენ ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება შეურაცხყოფელი კომენტარები არ იყო შეფასების სექტორი იყო თუნდაც ის რეპლიკები რაც იყო ორივეს მხრიდან ამ შემთხვევაში რადგან მხოლოდ ერთი მხარე არ მიმართავდა გარკვეულწილად სიტუაცია იყო ისეთი რომ ეს შეფასების სექტორებს ვერ ვწდებით ხოლმე და რომელიც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა და შეურაცხყოფელი მაინც და მაინც არც ერთის მხრიდან არ იყო ეს არ ყოფილა მე იმის მხრიდან შეურაცხყოფას ართული ახლა თუნდაც ის ბებიაშენ შაყევის საფლავში არც მაგასული შეურაცხყოფად ეს რასთვის მე ვერ კი ბატონო მადლობა და წარმატებები მინდა გისურვოთ ზაზა მეზურიშვილი რომელიც იყო იმ ვიდეოს ავტორი სადაც თვალნათლივ ჩანდა თუ როგორ ატყუებენ თბილისში სავალუტო ჯიხურებში
უცხოეთის მოქალაქეებს, ფიქრობ რომ ეს აყურადღებოა და არ უნდა დავტოოს სახელმწიფო ორგანოებმა ყურადღების მიღმა. რეკლამის შემდეგ დავემშვიდობოთ ბატონ ზაზას, წარმატებები უსურვოთ და რეკლამის შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე ვისაუბრებთ. რამდენიმე წუთში ვართ ღია ეთერში. მადლობა და თქვენ